თეთრ სახლში გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, სადაც უკრაინის ვადაგასულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრული ფიასკო განიცადა და ფაქტობრივად ჩაშალა ომის დასრულებისკენ მიმართული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ის მაშინვე ლონდონში გაემგზავრა. ლანკასტერ ჰაუსი ის ადგილი იყო, სადაც ზელენსკი თეთრ სახლში გამართული მძიმე საუბრის შემდეგ მხარდაჭერის მისაღებად ჩავიდა. თუმცა სანამ უშუალოდ ბრიტანეთში გამართულ შეხვედრაზე მოგიყვებით, მნიშვნელოვანია კონტექსტი, თუ რას ემსახურებოდა რეალურად სამიტი, რომელსაც ჩვენი მომავლის დაცვა დაარქვეს. თეთრ სახლში კამერების თვალწინ მკაფიოდ გამოჩნდა იდეოლოგიური, სოფლხედველობრივი და ეგზისტენციალური დაპირისპირება ომისა და მშვიდობის პარტიებს შორის, სადაც ტრამპი მშვიდობის დამყარების გზებსა და უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობდა. ზელენსკი კი ამ დროისთვის არსებული ერთადერთი სამშვიდობო გეგმის ჩაშლას ცდილობდა, რომელსაც მხოლოდ ტრამპი სთავაზობს მის ქვეყანას და მსოფლიოს. შეიძლება ვიკითხო 2014 წლიდან 2022 წლამდე არაფერი შეცვლილა. სიტუაცია იგივეა, ხალხი იღუპება, არავის შეუჩერებია ეს. რა ტიპის დიპლომატიაზე საუბრობთ, ჯეიდი? მე ვსაუბრობ ისეთი ტიპის დიპლომატიაზე, რომელიც დაასრულებს თქვენი ქვეყნის განადგურებას. ბატონო პრეზიდენტო, პატივისცემით, ვფიქრობ უპატივცემულობაა, რომ მოხვიდეთ ოვალურ ოფისში და ამ საკითხზე ამერიკული მედიის წინაშე იდავოთ. ამ მომენტში თქვენ დადიხართ და ახალ წვეულებს აიძულებთ ფრონტის ხაზზე იბრძოლონ, იმიტომ რომ ცოცხალი ძალის პრობლემები გაქვთ. თქვენ მადლობას უნდა უხდიდეთ პრეზიდენტს ამ კონფლიქტში ჩარევისთვის. ოდესმე ყოფილ ხართ უკრაინაში, რომ ამბობთ რა პრობლემები გვაქვს? რეალურად მე ნანახი მაქვს და წაკითხული მაქვს ამბები და ვიცი რა ხდება. უარყოფთ, რომ უკრაინის ჯარში ხალხის ნაკლებობას განიცდით და თქვენ ფიქრობთ, რომ თავაზიანი საქციელი ამერიკის შეერთებული შტატების ოვალურ ოფისში მოდიხართ და ადმინისტრაციას ესხმით თავს, რომელიც ცდილობს თქვენს ქვეყანას ნგრევა არიდოს. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ილაპარაკებთ ძალიან ხმამაღლა ომის შესახებ? ის არ საუბრობს ხმამაღლა, ის არ საუბრობს ხმამაღლა, შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია. შემიძლია პასუხი გავცე? არა, შენ ბევრი ილაპარაკე, შენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია. საკუთარ თავს საშუალებას აძლევ, რომ ძალიან ცუდ პოზიციაში იყოთ. ახლა კოზირები არ გაქვს, ჩვენთან ერთად კოზირები გექნება. მე ბანკოს არ ვთამაშობ, ძალიან სერიოზულად ვსაუბრობ, ბატონო პრეზიდენტო. შენ თამაშობ ბანკოს, შენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ეთამაშები, მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები და რასაც აკეთებ არის ძალიან უპატივცემულო ქვეყნის მიმართ, ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც შენ მხარს გიჭერდა. გეუბნებით, ასე ძალიან რთული იქნება საქმის კეთება. ამ შეხვედრიდან ზელენსკი ნუგეშის საძიებლად ევროპაში ჩადის და იქაც მთელი ევრობიუროკრატია ელვის უსწრაფესად იკრიბება მის დასახვედრად. ხარდაჭერის დემონსტრირებისთვის და ხმაურიანი განცხადებების გასაკეთებლად. ნაცვლად იმისა, რომ ზელენსკის მოუწოდონ ტრამპის სამშვიდობო გეგმას დათანხმდეს. რაც ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხანია უნგრეთის პრემიერი ამბობს, რომ Deep State-ის, იგივე გლობალური ომის პარტიის გავლენები შტატებში კი შესუსტდა, მაგრამ ის ბრიუსელში კვლავ ძლიერია. ჩვენ უნდა განვმარტოთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ევროპული უსაფრთხოების გარანტია. პირველ რიგში ვაღიარებ, რომ ეს სავარაუდოდ მოხალისეთა კოალიციის სახით შედგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის ქვეყნები ევროპაში, რომლებიც მზად არიან, რომ უფრო აქტიურად იმოქმედონ. როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა, აქტიურად მოქმედება უკრაინის შეიარაღების გაგრძელებას, ევროპული ქვეყნების თავდაცვის ხარჯების ზრდას და ძალის დემონსტრირებას მოიცავს. უკრაინა ფაქტობრივად უნდა გადაიქცეს ჯავშნიან ზღარბად, რომელიც ნებისმიერი დამპყრობელისთვის მოუნელებელი იქნება. პროცესების ჯაჭვს თუ დავაკვირდებით, აშკარა ხდება, რომ გლობალური Deep State მაქსიმალურად ააქტიურებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად. ჯერ ზელენსკის ჩააშლევინეს ვაშინგტონში მშვიდობისკენ მიმართული შეთანხმება. შემდეგ ევრობიუროკრატია მომართეს უკრაინის შესაგულიანებლად და სამხედრო მხარდაჭერის პირობა გააცემინეს. დღეს ვაცხადებ ახალ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინას გადაეცემა მილიარდი ფუნტის მოცულობის UK Export Finance-ის დაფინანსება 5000-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტის შესაძენად, რომლებიც ბელფასტში დამზადდება. ჩვენ ყველამ გავიაზრეთ, რომ თავდაცვის სფეროში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინვესტიციების ნაკლებობა იყო. ახლა კი უმნიშვნელოვანესია, რომ თავდაცვითი ხარჯები არა ერთჯერადად, არამედ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გავზარდოთ. თუ ეს პროცესები სამშვიდობო შეთანხმების დასაზიანებლად არ არის მიმართული, აქამდე რა უშლიდა ხელს ევროპას მეტი სამხედრო კონტრიბუცია გაეწია უკრაინისთვის? რატომ მაინც და მაინც ახლა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ომის მხარეებს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო? ამ ფაქტს ერთადერთი ახსნა აქვს და ეს ახსნა მიუნხენის კონფერენციაზე მოვისმინეთ.
უკრაინას სჭირდება მშვიდობა ძალის მეშვეობით, ევროპას სურს მშვიდობა ძალის მეშვეობით. უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები. ევროპის წინადადება ძალაზე დაფუძნებულ მშვიდობასთან დაკავშირებით ჯერ ისევ ბუნდოვანია. ასევე ბუნდოვანია, როგორ და როდის უნდა იქნას უზრუნველყოფილი ევროპის მხრიდან უკრაინის უსაფრთხოება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც შტატები აქცენტს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე აკეთებს ნაცვლად იარაღისა. თუ გინდა რეალური უსაფრთხოების გარანტიები, თუ გინდა უზრუნველყო, რომ ვლადიმირ პუტინი ხელახლა არ დაესხმება თავს უკრაინას, ყველაზე საუკეთესო უსაფრთხოების გარანტიაა, რომ ამერიკელებს უკრაინის მომავალში ეკონომიკური სარგებელი მისცე. ეს ბევრად უკეთესი უსაფრთხოების გარანტიაა, ვიდრე 20,000 სამხედრო რომელიმე ქვეყნიდან, რომელსაც ომში 30-40 წელია არ უბრძოლია. უსაფრთხოების გარანტია და ასევე ეკონომიკური გარანტია უკრაინისთვის არის ის, რომ ქვეყანა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ამერიკას გრძელვადიანი ინტერესი აქვს. გამოდის, რომ ერთ მხარეს მინერალებზე უკვე არსებული შეთანხმების შესაძლებლობაა, რომელიც ომის დასრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი და უკრაინის უსაფრთხოებისთვის გარანტიების ჩარჩოს შექმნა იქნებოდა. მეორე მხარეს კი ევროპის გზა ძალაზე დაფუძნებულ მშვიდობასთან დაკავშირებით, რომელიც დროში გაწელილ გადაწყვეტილებებზეა აგებული, რაც ავტომატურად ომის იქამდე გახანგრძლივებას მოიცავს, სანამ ევროპა არ გადაიარაღდება, არ გამოათავისუფლებს ხარჯებს თავდაცვის გასაზრდელად და რაც მთავარია, აღნიშნულ წინადადებაზე არ შედგება 27 წევრი ქვეყნის კონსენსუსი. პოლიტიკო წერს, რომ ფონ დერ ლაიენის ინიციატივა ევროპის გადაიარაღებისა და თავდაცვითი ხარჯების ზრდის შესახებ სირთულეებს აწყდება. ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევა რთულია, რადგან წევრ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული პოზიციები და ინტერესები თავდაცვის სფეროში. ეროვნული მთავრობები, განსაკუთრებით პოლონეთი და ფინეთი, ეწინააღმდეგებიან კომისიის მხრიდან თავდაცვის სფეროში მეტი ძალაუფლების მოპოვებას, რადგან მიიჩნევენ, რომ თავდაცვა ეროვნული პასუხისმგებლობაა. მათ სურთ, რომ თავდაცვის ხარჯების ზრდა მოხდეს ეროვნულ დონეზე, კომისიის ზედმეტი ჩარევის გარეშე. ის, რომ ევროპის დაპირებები უკრაინის მიმართ უტოპიურია, გარდა გაერთიანების შიგნით არსებული უთანხმოებისა, ადასტურებს ევროპის მნიშვნელოვანი დამოკიდებულება შტატებზეც. პარადოქსია, თუმცა ფაქტი, რომ ევროპელები ტრამპის სამშვიდობო შეთანხმების საპირწონედ უკრაინელებს იარაღს სთავაზობენ. მზად არიან სხვისი ხელით ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ როდესაც საქმე მათ უსაფრთხოებას ეხება, იძაბებიან. მარტივ შეკითხვაზე პასუხი არ აქვს და უხერხულად იღიმიან. და თუ საჭირო გახდება, შეძლებთ მარტო რუსეთთან დაპირისპირებას. აქედანაც ცხადია, რა წონა აქვს ევროპის დაპირებებს უკრაინისთვის, ძალაზე დაფუძნებული მშვიდობის მოსაპოვებლად. თანაც ბრიტანეთის პრემიერმა ცხომ თქვა მკაფიოდ. ევროპის ლიდერებმა მძიმე ტვირთი უნდა იტვირთონ, მაგრამ ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა. გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტებიც აღნიშნავენ. იმის გამო, რომ ამერიკელებს ერთიანი სარდლობის სტრუქტურა აქვთ, მათ ნატოსთვის 3-4 უფრო მეტი საბრძოლო ძალის გენერირება შეუძლიათ, ვიდრე ევროპული ქვეყნების ცალკეულ თუ სხვა სამხედრო ერთეულებს ერთად აღებულს. ანუ ნატოს საბრძოლო ძალის დაახლოებით 50%-ს ამერიკა უზრუნველყოფს, ხოლო ევროპის წვლილი მნიშვნელოვნად მცირეა. რაც შეეხება გარანტიას, ევროპული ქვეყნები ამერიკის მხარდაჭერის გარეშე ვერანაირად ვერ შეძლებენ რაიმე სახის უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფას უკრაინისთვის. ამ რეალობის ფონზე კი ბრიტანეთში გამართული შეხვედრიდან ნატოს გენმდივანი გამოდის და უკრაინელებს კვლავ ეუბნება. კარგი შეხვედრა იყო, ძალიან კარგი. აშკარად ჩანს, რომ ევროპული ქვეყნები უფრო აქტიურად ერთვებიან უკრაინის დასახმარებლად. პირველ რიგში იმ მიზნით, რათა უკრაინას ჰქონდეს საჭირო რესურსები ომის გაგრძელებისთვის, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. მსგავსი პოზიციები გვახსენებს ომის დაწყებიდან ჯერ კიდევ ერთი თვის თავზე, თითქმის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შაშლას, რაშიც განსაკუთრებული როლი ბრიტანეთის იმდროინდელ პრემიერს, ბორის ჯონსონს მიუძღვის, რომელიც მოულოდნელად კიევში ჩავიდა და როგორც დავით არახამიამ შემდგომ დაადასტურა, უკრაინელებს მშვიდობაზე უარის თქმა და ომის გაგრძელება მოსთხოვა. როცა ჩვენ დავბრუნდით სტამბულიდან და ბორის ჯონსონი ჩამოვიდა კიევში, მან თქვა, რომ არავითარ შეთანხმებაზე არ მოგვეწერა ხელი და უნდა გვეომა.
ახლაც ფაქტობრივად იგივე სიტუაციაა. Deep State-ის მართული ევრობიუროკრატია ახლაც ომის გაგრძელებას უჭერს მხარს, რომელიც შტატებმა უნდა დააფინანსოს. განსხვავება მხოლოდ შტატების შეცვლილ მიდგომებშია. მაშინ, როდესაც ჯონსონმა უკრაინელებს ომის გაგრძელების მითითება მისცა, თეთრ სახლსაც Deep State აკონტროლებდა და უკრაინის შტატებიდან შეიარაღება ომის გასაგრძელებლად მარტივად გაფორმდა. ახლა კი განსხვავებული მოცემულობაა. ამერიკის პრეზიდენტმა ევრობიუროკრატიისა და ზელენსკის მიერ მშვიდობის წინააღმდეგ მიმართულ კოორდინირებულ შეტევას ერთი ბრძანებით უპასუხა და უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა, თანაც ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. Sky News-ი პოლონეთის საგარეო უწყების სპიკერის განცხადებას გვთავაზობს, სადაც ნათქვამია: ამ გადაწყვეტილებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ის მიღებული იყო ყოველგვარი ინფორმირებისა და კონსულტაციის გარეშე ნატოს მოკავშირეებთან და რამშტაინის ჯგუფთან, რომელიც უკრაინის მხარდაჭერაში მონაწილეობს. ეს კი გარკვეულწილად ნიშნავს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების გზაზე ტრამპი ევროპელებს მყარ-მოკავშირეებად არ მიიჩნევს და ამის მიზეზიც აქვს. როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი სხვაგვარად, მე ვკითხე მათ რა არის ევროპის გეგმა ამ ომის დასასრულებლად. შემიძლია გითხრათ თუ რა მიპასუხა ერთ-ერთმა ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. რა თქმა უნდა არ ვაპირებებ მისი ვინაობის გამხელას, თუმცა მან მითხრა, ომი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება და ამ დროისთვის რუსეთი იმდენად დასუსტდება, რომ ის მშვიდობას შეგვევედრება. ეს ყველაფერი ომის, სიკვდილისა და განადგურების კიდევ ერთ წელს ნიშნავს და ამავდროულად ჩემი შეხედულებით ეს არ გახლავთ ძალიან რეალისტური გეგმა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რიადში გამართულ მოლაპარაკებაზე მხოლოდ ამერიკული და რუსული მხარე იღებდა მონაწილეობას. იქ ევროპელებისთვის სკამი არ მოიძებნა. ისე ჩანს, რომ ამერიკული მხარე მეტად არის მშვიდობით დაინტერესებული, ვიდრე ევროპელი ლიდერები და თავად უკრაინის პრეზიდენტი. ტრამპის ადმინისტრაციის ხისტი ნაბიჯები შესაძლოა იმით იხსნებოდეს, რომ თეთრ სახლში არ მოსწონთ, როდესაც ეთამაშებიან. რეალ პოლიტიკის პრიზმიდან უყურებენ პროცესებს და უსამართლოდ მიაჩნიათ, რომ ევრობიუროკრატია და ზელენსკი ომს ლობირებენ, ომის დაფინანსებას კი შტატებს სთხოვენ, თითქოს და უკრაინის, შესაბამისად თავისუფალი სამყაროს დაცვის მიზნით. ახალი ადმინისტრაცია კი მკაფიოდ ამბობს. რაც ხდება არის ის, რომ ზელენსკი ევროპაში ჩადის და ჩვენი მრავალი ევროპელი მეგობარი მას აკებს. ეუბნებიან, შენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხარ, სამუდამოდ უნდა იბრძოლო. სამუდამო ბრძოლა რის მეშვეობით, ვისი ფულით, ვისი საბრძოლო მასალებით და ვისი სიცოცხლით. პრეზიდენტი ბევრად უფრო რეალისტურ მიდგომას ირჩევს იმის თქმით, რომ ეს სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. ჩვენ ამას სამუდამოდ ვერ დავაფინანსებთ. უკრაინელები სამუდამოდ ბრძოლას ვერ შეძლებენ. ამიტომ მოდით ეს სამშვიდობო შეთანხმებამდე მივიყვანოთ. და როგორც ჩანს, ტრამპის ხისტი ქმედებები ამართლებს. იარაღის მიწოდების შეწყვეტამდე ევროპაში ჩასული ზელენსკი ამბობდა: ომის დასრულების შეთანხმებამდე ჯერ ძალიან შორია და მიმართულებით რეალური ნაბიჯები ჯერ არ დაწყებულა. ხოლო ამერიკული იარაღის მიწოდების შეწყვეტიდან მეორე დღესვე ზელენსკიმ X-ზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს: ჩვენგან არავის არ სურს უსასრულო ომი. უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა მოახლოვოს მყარი მშვიდობა. არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. ჩემი გუნდი და მე მზად ვართ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ ვიმუშაოთ, რათა მოვიტანოთ მშვიდობა, რომელიც დიდხანს გაძლებს. ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში პარასკევს, ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. დასანანია, რომ ასე მოხდა. გამოსწორების დროა. ვისურვებდით, რომ სამომავლო თანამშრომლობა და კომუნიკაცია კონსტრუქციული იყოს. იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით უკრაინა მზად არის ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. ამ შეთანხმებას განვიხილავთ როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და მყარი უსაფრთხოების გარანტიებისკენ და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად იმუშავებს. ახლა მთელი მსოფლიო ჯერ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის მეორე ტურს, შემდეგ კი სამშვიდობო შეთანხმების კონტურების გამოკვეთას ელის. ერთადერთი რაც მკაფიოდ გამოჩნდა არის ის, რომ ევროპელების დაპირებები უკრაინის გაძლიერებაზე, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მშვიდობის დამყარებაზე შეუსრულებელი მისიაა შტატების ჩართულობის გარეშე. ზელენსკის წერილის შემდეგ კი მოლოდინია, რომ ყველას მოუწევს სამშვიდობო შეთანხმებისკენ სვლა, ნაცვლად ომის მხარდაჭერისა.